ორ კითხვას უნდა გასცე პასუხი პირველ რიგში ვინ ხარ შენ რომელსაც რაღაცა უნდა მეორე პასუხი არის ის ვინც შენ ხარ რა უნდა ზოგადად ყველაფერი საწყისი იღებს ბავშვობაში იმიტომ რომ როდესაც ხარ პატარა ბავშვი შენ არ იცი რა გინდა არც იცი ვინ ხარ და ის ავტენტურობა რომელიც ბავშვობაში ყველას ქონდა ხდება მორგებად გარემოზე იმისათვის რომ გადავრჩი სინამდვილეში არაფერი ცუდი არ მოხდარა ბავშვობაში შენ უბრალოდ ისწავლე როგორ მოერგო გარემოს და როგორც სოციალური არსებები ჩვენ გვჭირდება გარემოს შესწავლა და მორგება კიდევაც მაგრამ მორგება შეიძლება ბოლოს ისეთი ფორმა მიიღოს რომ შენ დაკარგო საკუთარი თავი ამ მორგებაში და ძალიან ბევრ ადამიანს აქვს საკუთარი თავი დაკარგული ამ მორგებაში რას ნიშნავს საკუთარი თავი დაკარგული სად დავკარგეს ჩემი თავი დამიბრუნდეთ ჩემი თავი არა ამას არ გულისხმობ შენი თავი შენთან არის უბრალოდ შენ აღარ იცი როგორ იყო კავშირში საკუთარ თავთან საკუთარ სხეულთან საკუთარ შეგრძნებებთან საკუთარ ემოციებთან საკუთარ ფიქრებთან და იმდენად შეეჩვიე რომ მოერგო გარემოს რომ ეს კავშირი საკუთარ თავთან დათმე იმისათვის რომ უპასუხო ორ მთავარ კითხვას ვინ ვარ მე და რა მინდა ამ ცხოვრებისგან აუცილებელი არის გზა გამოიარო უკან საკუთარ თავთან და ისწავლო საკუთარ თავთან ურთიერთობა ისწავლო საკუთარი თავის მოსმენა ისწავლო საკუთარი თავის გაგება ისწავლო საკუთარი თავის მიღება მათ შორის იმ ნაწილების რომელიც მაგრა არ მოგწონს შენში იმიტომ რომ ამ ნაწილებშიც არის სასიცოცხლო ენერგია არანაკლები მეტი თუ არა ვიდრე იმ ნაწილებში რომელიც მოგწონს ხო და საკუთარი თავის შეცნობა გაგება მიღება შეყვარება ეს არის პროცესი რომელიც მიგიყვანს აუცილებლად იქამდე რომ გამოერკვიო ვინ ხარ შენ და რა გინდა ამ ცხოვრებაში